Გადმოვიდეთ, მოდით დღეს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში იყო, ასე ვთქვათ, საქართველოს პარლამენტში, მან რამდენიმე საკითხი გამოყო, ის რომ რევოლუციური ფაქტორები იყო ქვეყანაში რამდენიმე, ასევე მეორე ფრონტის გახსნა, მუდმივი დესტაბილიზაცია ქვეყანაში. თქვენთვის აი როგორც პარლამენტის ერთი წევრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო დღეს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში? მე ჩემს წინა სტუმარს მინდა უპასუხო, როდესაც ის ანთავრებდა თქვენთან საუბარს, ესეთი ფრაზა გააჟღერა, რომ არ ვიციო, რისი ანგარიში იყო და ზუსტად ის ანგარიში იყო, რა გამოწვევების წინაშეც იდგა ქვეყანა წინამოწვევის პარლამენტის მუშაობის პერიოდში. დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ძალიან ზუსტი, ძალიან კონკრეტული, ქრონოლოგიურად აწყობილი მოხსენება გაკეთებული, სადაც ხაზგასმული იყო იმ საფრთხეების შესახებ, იმ წნეხის შესახებ, იმ თავდასხმების შესახებ, რაც მომდინარეობდა გარედან ჩვენი ქვეყანასთან მიმართებაში და ზუსტად ეს იყო წინამოწვევის პარლამენტის მთავარი ამოცანა, მთავარი მუშაობის მთავარი სამუშაო, რომ რამენაირად ის საფრთხეები გაენეიტრალებინა. თქვენ იცით, რომ არც თუ ისე ცოტა ადამიანი ილაშქრებდა საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია, წინა ამერიკის ადმინისტრაცია და საბედნიეროდ ქართული ოცნების თაოსნობით ამ ყველაფრის გათვალისწინება მოხდა, ამ ყველაფრის სწორად გაანალიზება მოხდა და დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მშვიდობიან გარემოში და ჩვენს ქვეყანაში არ არის ომი. აი ზუსტად ამას ემსახურებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება, მთავარი აქცენტები ამაზე იყო გაკეთებული, იმ ხუთ მცდელობაზე, რევოლუციის, იმ დესტაბილიზაციის მცდელობებზე, იმ უხეშ ჩარევებზე, რაც გარედან მომდინარეობდა და საბედნიეროდ დღეს ჩვენ 7 ვითარება გვაქვს, სტაბილური ვითარება გვაქვს ქვეყანაში და შემდგომ გასაგებია. პარლამენტის თავმჯდომარე რაზეც საუბრობდა აი ამ მუდმივად რევოლუციების მოწყობაზე, ოპოზიციის პასუხი არის, რომ ეს რევოლუცია კი არ იყო, ეს იყო მოსახლეობის და საზოგადოებრივი პროტესტი. რა, აი სად არის თქვა ზღვარი პროტესტსა და იმ რევოლუციას შორის, როდესაც ხელისუფლება მუდმივად საუბრობს, რომ აი სახელმწიფო გადატრიალება უნდა მუდმივად, გარე ფაქტორების ჩარევით ხდება ეს და ამ ასობაში ოპოზიცია მუდმივად აცხადებს, რომ ეს რევოლუცია კი არ არის, ეს არის მოსახლეობის მშვიდობიანი მოქალაქეების პროტესტი. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც პროტესტანტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ მშვიდობიანად გამოეხატათ ის თავისი პროტესტი, თავისი უკმაყოფილება და ამას არ მოყოლია არანაირი ჩარევა პოლიციური ძალების მხრიდან. როდესაც აქციები უკვე ღებულობდა ძალადობრივ ხასიათს, ეს იყო თვალშისაცემი ყველასთვის, მათ შორის საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აქტიური მაყურებელი იყო იმ პერიოდში ამ მოვლენების ჩვენი საზოგადოება და ტელევიზიითაც კარგად ჩანდა თუ რა პერიოდში იღებდა აქციები ძალადობრივ ხასიათს, რა პერიოდში იყო საჭირო და აუცილებელი სპეციალური საპოლიციო საშუალებების გამოყენება. ზუსტად ეს არის ზღვარი. ქართულმა ოცნებამ ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრა გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი. ზუსტად ქართული ოცნების მონაპოვარია ის, რომ დღეს ვისაც რა არ მოწონს ამ ქვეყანაში, იმას გამოდის და ხმამაღლა იძახის და აპროტესტებს. არასდროს მშვიდობიანად გამოხატვის პირობებში არავის პრობლემა არ შექმნია. როდესაც უკვე ხორციელდებოდა შტურმი პარლამენტზე, ხდებოდა განცხადებების გაკეთება წინასწარ, ხალხის შეცდომაში შეყვანა, რომ ძალადობრივი მეთოდებით უნდა მომხდარიყო პარლამენტის შენობის დაკავება და ყველას კარგად გვახსოვს პიროტექნიკის რაოდენობა, რაც გამოყენებული იყო იმ პერიოდში, როდესაც აქციები მიმდინარეობდა, რომელიც საზიანოა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. ზუსტად ეს არის ზღვარი, აქ გადის ზღვარი, როდესაც მშვიდობიანად გამოხატვის უფლება და მშვიდობიანად გამოხატავდნენ მომიტინგეები თავიანთ პროტესტს, ამ შემთხვევაში ყველაფერი იყო გასაგებია და წყნარი.